ეხლა უნდა განვიხილოთ გაზთაცვლის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ის თუ რა გზას გადის CO2 თვით ფოთოლში. მანამ სანამ ის გამოვა ბაგიდან გარემომცველ ჰაერში ან პირიქით როდესაც შედის ამ ბაგიდან ჰაერიდან შედის ბაგეში და გადაინაცვლეს ფოთლის სხვადასხვა სტრუქტურაში. ამისთვის ჯერ გავიხსენოთ რისგან შედგება ეს ფოთოლი, მისი ჭრილიარი მოცემული აქვს. ეს არის ზედა ეპიდერმისი, შესაბამისად ეს გახლავთ ქვედა ეპიდერმისი. აქ არის ბაგის ხვრელია ნაჩვენები და შიგნით ეს ფოთოლი, ძირითადად ესე იგი პალისადური ანუ მესრისებური პარენქიმა შეიცავს და ღრუბლისებრ პარენქიმას. ყურადღება მიაგდა, გამტარი კონებია, ჭურჭლის კონები. ყურადღება მიაქციეთ ერთ გარემოებას, რომ ღრუბლისებრ პარენქიმაში, განსხვავებით მესრისებური პარენქიმისგან ამ ქსოვილში არის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ეს ცარიელი არაუჯრედებით არ შევსებული ადგილები, უჯრედებს შორისი ადგილები გაცილებით მეტია ვიდრე მესრისებრი პარენქიმის ქსოვილში. ის თუ რა გზას გადის ნახშირორჟანგი ფოთოლში, სანამ ამას შევეხებოდეთ, აქ მოცემული გვაქვს ფოთლის განივი ჭრილი, ანუ მსგავსი იმისა, რაც წინა სურათზე იყო ნაჩვენები და აქ აბრევიატურები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა ქსოვილს, დაუშვათ აქ სხვადასხვა ჰაერს, რომელიც ზოგი არის გარემომცველი, ზოგი უჯრედში და წინაღობები, რომელთა გადალახვა აუცილებელია CO2-ისთვის. ფოტოსინთეზის დროს CO2-ის კონცენტრაციის გრადიენტი მყარდება გარემომცველ ჰაერსა და უჯრედში და ჰაერს შორის. უჯრედში და ჰაერი არის CI. კარბოქსილირების ადგილას მინიმალური კონცენტრაცია არის CO2-ისა. კარბოქსილირების ადგილია ეს ქლოროპლასტში CCX. უჯრედ შორის სივრცეში CO2 შედის არა მხოლოდ უშუალოდ ატმოსფეროდან, ამ გზით, ეს ბაგი გახლავთ, არამედ თვით უჯრედებიდანაც გამოიყოფა, ამ უჯრედებიდან გამოიყოფა ასევე CO2. და უჯრედში იგი გროვდება CO2 მიტოქონდრიული სუნთქვის, რომელიც CRM-ით აღინიშნება, მიტოქონდრიული სუნთქვის, ეს მიტოქონდრია გახლავთ, შედეგად და ფოტოსუნთქვის შედეგად. მცენარის ზედაპირთან ახლოს გაზის მოლეკულათა ცვლა არის შენელებული. ზედაპირთან ახლოს იგულისხმება ამ შემთხვევაში აღებულია ის ვარიანტი, როდესაც ბაგე მოთავსებულია ფოთლის ვენტრალურ ზედაპირზე, ანუ ქვედა ზედაპირზე. და არის შენელებული გაზის მოლეკულათა ცვლა. სასაზღვრო ზოლის ეს წინაღობა RA, ანუ RR, ანუ სასაზღვრო ზოლი არის ეს. სასაზღვრო ზოლის ეს წინაღობა განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როდესაც ფოთლის ზედაპირზე იქმნება ჰაერის უმოძრაო შრე, რაც როგორც ჩანს, უფრო მოსალოდნელია, თუ მცენარეს დიდი დაღარული ან შემოსვლილი ფოთლები აქვს. და ეხლა გავიხსენოთ ჩვენს წინა ლექციაში რა მნიშვნელობა ჰქონდა ფოთლის დაღარვას, რა მნიშვნელობა ჰქონდა ფოთლის შებუსვას, რაზედაც ჩვენ ჰქონდა საუბარი. ზედაპირული წინააღმდეგობა, აი აქ არსებული RA, წინააღმდეგობა ჰაერის მოძრაობისას და როდესაც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქარის სიჩქარე 3-დან 5 მეტრს ან უფრო მეტრს აღწევს,
ხდება ფაქტობრივად უმნიშვნელო, ანუ ძალიან კლებულობს ეს წინააღმდეგობა, როდესაც ქარია. ანუ აი კარგად გამოვლინდა აქ ქარის გავლენა CO2 დასთა ცვლაზე. რაც უფრო დიდია ქარის სიჩქარე, მით უფრო ნაკლებია ეს ზედაპირული წინააღმდეგობა CO2-ისთვის. ფოთოლში გაზის შეღწევისთვის უპირველესი მნიშვნელობა, როგორც მოგეხსენებათ, აქვს ბაგეებს. და გავიხსენოთ ასევე წინა ლექციაში ბაგეების მოძრაობის მექანიზმებზე გქონდა საუბარი. თუ ბაგე მთლიანად ღიაა, მისი დიფუზიური წინააღმდეგობა RS, ანუ აი ეს მინიმალურია და დამოკიდებულია ბაგის ზომასა და ბაგეთა სიმჭიდროვეზე. ამის განლაგების თავისებურებებზე სიმჭიდროვეზე ასევე ჩვენ წინა ლექციაში გქონდა საუბარი. თუ ბაგი არის დაკეტილი, წინააღმდეგობა განუსაზღვრელად დიდია. გავიხსენოთ ისიც, რომ ბაგი აბსოლუტურად 100%-ით დაკეტილი ვერასდროს იქნება, მაგრამ თუნდაც ის მცირე ადგილი, რომელიც რჩება დაუკეტავი, მაინც ეს წინაღობა CO2-ისთვის არის უსაზღვროდ დიდი. ხმელეთის მცენარეებში CO2-ის კუტიკულური შთანთქმა, ანუ კუტიკულის გავლით, არა ბაგის, არამედ კუტიკულის გავლით უმნიშვნელოა, თუმცა სიბნელეში, როცა ფოტოსინთეზი შეჩერებულია და უჯრედში და CO2 არ გამოიყენება, იგი კუტიკულისა და პერიდერმის ქსოვილების გავლით დიფუნდირებს გარემოში კონცენტრაციული გრადიენტის მიხედვით. რჩება კიდევ ერთი წინაღობა, ეს არის CO2-ის გადაადგილების შიდა, ეგრეთ წოდებული ნარჩენი წინაღობა, რომელსაც ეწოდება RR. აი აქ გვაქვს მისი აბრევიატურა განმარტებული, რომელიც თავის მხრივ კიდევ 3 კომპონენტისგან შედგება. ეს არის გაზის შეღწევისადმი უჯრედის თხიერი ფაზის წინაღობა, ანუ მოგეხსენებათ უჯრედში წყალია მასში ყველა უჯრედში და აი ამ თხიერი ფაზის წინაღობაზეა საუბარი, აღინიშნება ის R-ფეთი, RW. მეორე გახლავთ ქლოროპლასტებში CO2-ის ასიმილაციით განპირობებული ეგრეთ წოდებული კარბოქსილირების წინაღობა RCX, აი ეს. და მესამე გახლავთ ფოტოსინთეზური გარდაქმნების ის მალიმიტირებელი მოქმედება, რაც გამოწვეულია პირველად რეაქციებში ენერგიისა და ჟანგვა აღდგენითი ექვივალენტების არასაკმარისი პროდუქციით. ამას ეგრეთ წოდებული აგზნების წინაღობა ეწოდება REXC. აღინიშნება ეს წინაღობა და აი აქ მისი